სავაჭრო პლატფორმას რამდენიმე მთხოვა რომ გვიჩიო მარტივი მიზეზის გამო ვერ გიჩვევთ, იმიტომ რომ შეიძლება არ მოგეწონოთ ის. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი არჩევანი ამ შემთხვევაში სწორი იყოს. არის ქართული პირველი დამწყებთათვის არის ქართული ბატონებო. ძალიან მარტივად იძებნება, რეკლამებს იკეთებენ სოციალურ ქსელებში და ფასიანი რეკლამები აქვს და ის ყველას ალბათ გინახიათ. ამიტომ მე თქვენ უნდა შეერჩიოთ ერთი პლუსი რაც აქვს მაგას არის ის რომ მარტივია, ქართულია, ადვილად ხდება კომუნიკაცია, ადვილად ხდება მისი ტექნიკური მოხმარება და ფულის გადარიცხვა, გადმორიცხვა. ანუ შეგიძლიათ ეს ყველაფერი მარტივად გააკეთოთ. როდესაც უკვე პროფესიონალურ დონეს მიაღწევთ, მე არის ძალიან ბევრი, მე ვერ გიჩვევთ იმას, იმიტომ რომ ზოგი არ რეგისტრირებს, ზოგზე ვერ რეგისტრირდებიან, ზოგს რაღაც სხვა პრობლემა აქვს, ზოგი რა, ნუ ვერ გეტყვით. ეს მეორე ხარისხოვანია, ჯერ უნდა ისწავლოთ. შეისწავლოთ, მერე ჩამოიყალიბოთ ის წესები და ჩვევები, რომელიც უკვე წინაპირებში მაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და უნდა ისწავლოთ გადაწყვეტილების მიღება თქვენ თვითონ. კონსულტაცია კარგია, რჩევა კარგია, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ ეს. ანუ აქ არ უნდა შეგეშინდეთ. ყველას გითხარით, რომ $100 დაიწყეთ, თუ მეტი გაქვთ უკეთესი, იმიტომ რომ უფრო მარტივია სწავლა, რაც მეტია, იმიტომ იქ ადვილად ჩანს პროცენტული სხვაობები და სხვადასხვა მიზეზის გამო ამას შემდგომში გეტყვით. ეს არის იმდენად მარტივი, რომ დაახლოებით ბანკის ანგარიში და როდესაც რიცხავთ კომუნალურ გადასახადს, აი ესეთი მარტივია და ტექნიკური საკითხიც უნდა შეისწავლოთ თქვენთან, რომ ამაზე დრო არ დაიკარგოს. მე ნამდვილად ვერ დაგეხმარებით და ასევე გირჩევთ, რომ პირდაპირ ნუ დაიწყებთ ამ შორტები და ფიუჩერსები და დეფი და ასე შემდეგ დაიწყეთ მოკლე ესე დაიწყეთ ანუ შესყიდვით, ანუ ლონგები დადეთ, შესყიდვა გააკეთეთ და როდესაც ისწავლით, მერე ტექნიკურად გაერკვევით თვითონ იმ პლატფორმის დეტალებში და მერე გადადით იმ ფიუჩერსებზე, იმასაც აღიხსნით, მე არა მაქვს პრობლემა, მაგრამ ჯერ მინიმალურიდან ჯობია დაიწყოთ. ეს ჩემი რჩევაა. და არ მინდა რომ ესე იგი პირველივეზე ცუდი შედეგი მიიღოთ, რამაც იცის გულის აცრუება, იმედის გატეხვა. არა ბატონებო, აქ გეუბნებით ჯერ ესე ვთქვათ პატარა თანხაზე არავის არ ქონია ისეთი. აი მაგალითად ერთი შემთხვევას გეტყვით, ეს ერთ-ერთი ტოკენი კოინი ურჩიე ერთ ქალბატონს და შესვლის ფასები მიმწერე ყველაფერი.